კონსერვატიული მკურნალობა არის არსებული პათოლოგიური პროცესის არაქირურგიული გზით მკურნალობა, ანუ ეგრეთ წოდებული მედიკამენტებით, წამლებით მკურნალობა. პირველი გამოყენებადი მედიკამენტები, რომელსაც ვიყენებთ, პირველი ჯგუფი არის ეგრეთ წოდებული არასტეროიდები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ისინი წარმოდგენილია პერორალური აბების სახით, საინექციო კრემები, სანთლები და ასე შემდეგ. ამ პრეპარატების მიზანი არის სახსარში გაღიზიანების შედეგად დამდგარი პათოლოგიური პროცესი ალაგდეს, არ იყოს ტკივილი და შესაბამისად დაავადების პროგრესირება შენელდეს. მეორე ჯგუფის პრეპარატები, რომელიც გამოიყენება კონსერვატიულ მკურნალობაში, ეს არის კორტიკოსტეროიდები, ეგრეთ წოდებული ჰორმონალური თერაპია. ჰორმონალური თერაპიას ერთი კარგი დიდი პლუსი აქვს. საკმაოდ მოკლე ვადებში შეიძლება საკმაოდ კარგი ალაგდეს ეს ყველაფერი. თუმცა, ჩვენ როცა ვსაუბრობთ მედიკამენტოზურ თერაპიაზე, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. რაც შეეხება კორტიკოსტეროიდების უარყოფით მხარეს, აქ განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა ჰორმონალური ბლოკადის სახსარში და ინექციის სახით გამოყენებას. ჰორმონალური კორტიკოსტეროიდების სახსარში და ინექცია იძლევა ინფილტრაციული ანთების ალაგებას, ანუ რაც კარგი შედეგით მთავრდება, თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ კორტიკოსტეროიდები, ანუ ჰორმონალური თერაპია იწვევს სასახსრზე დაპირის ხრტილის დარბილებას, რის გამოც დაავადების პროგრესირება შესაბამისად უფრო ჩქარდება. ამიტომ კორტიკოსტეროიდები შეიძლება ჩაითვალოს რაღაც პულტის მაგვარ რაღაცად, რითიც შეგვიძლია რაღაც პერიოდი ვიმკურნალოთ, თუმცა დაავადებას გადავახველთ წინ და პროგრესირება უფრო მალე დაგვიდგება.